სახელოსნო მართლა დიდი ხნის არის მამაჩემმა 50 წელი იმუშავა და მანამდეც კიდე იყო სახელოსნო. მეც უკვე დიდი ხანია ვარ. ჩემ საგვარეულოში პაპაჩემიც იყო მეწაღე, მამაჩემიც და მეც ვაგრძელებ. მამა თვითონ მითხრა მოდი ისწავლე და პურის ფული ყოველთვის გექნება. მე გოგოები მყავს და ეხლა მე მგონი მე ბოლო ვარ რა. დრო იცლება და ფექსაცმის ხარისხი უკვე სხვა არის და როგორ გითხრათ, როგორც ერთჯერადი არის რა. ფექსაცმელი და არ არის საჭირო რომ ჩაიცვით გადააგდეთ, აი ესეთი დრო მოვიდა. ყველაფერს თავისი დრო არის და ნელ-ნელა გდება ეს საქმეც. მათაშორის ქართველი ხალხი ძალიან ტოლერანტულია და ძალიან კაი ხალხია. ჩემი წინაპრები აქ 200 წელია ცხოვრობენ და არ ყოფილა საერთოდ რომ რაღაც პრობლემა იყოს და როგორც ახლობლები, ნათესავები უკვე აი ასე ვართ რა. ყველასთან ვახლობთ, მეგობრობთ. ღმერთმა დაიფაროს რამე თუ დასჭირდება ერთმანეთში ვეხმარებით, როგორც ძველ თბილისში ხდებოდა. მადლობელი ვარ ქართულ ხალხს, რომ ასე მიგვიღო ჩემი წინაპრები და მეც ყოფილი ვარ რომ და ვამაყობ რომ ცხოვრობ ამ ქვეყანაში. და არსად წასვლა არ მინდა. თბილისი არის ჩემი გული.